როდესაც რაღაც შეცდომას უშვებ ადამიანთა თუ ღმერთის წინაშე, იმავე დღესვე წამოდგომას არ ცდილობ. არამედ ამბობ, რომ ხვალ შეიცვლები და შემდეგი დღიდან ცდი უკეთესად. ეს უდიდესი ტყუილი არის, რომლითაც მტერს საშუალებას აძლევ, რომ დარჩენილი დღე მსჯავრსა და იმედგაცრუებაში გაგატარებინოს. შემდეგ დღეს კი აღმოაჩენ, რომ უბრალოდ აღარაფრის სურვილი აღარ აქვს. რა უნდა გააკეთო? თუ შეცდომას დღეს დაუშვე, ნუ დაელოდები ხვალინდელ დღეს, ახალი საწყისისა და მოტივაციისთვის. არა, უბრალოდ წამოდექი და ახლიდან განაგრძე გზა, იმავე დღესვე, იმავე წამს, იმავე წუთს. ორი საოცარი ბიბლიური კონტექსტი უნდა გაგიზიარო, რომელიც ერთმანეთთან კავშირშია. პირველი ლუკას სახარებაში არის, სადაც იესო მოწაფეებს ასწავლის, რომ თუ ძმა 7-ჯერ შესწოდავდა დღეში მათ წინააღმდეგ და პატიებას ითხოვდა, მათ ეპატიებიათ. ხოლო მეორე კონტექსტი მათეს სახარებაში არის, სადაც პეტრე ეკითხება უფალი იესო ქრისტეს, რამდენჯერ უნდა მიუტევო ჩემ ძმას? 7-ჯერო? და იესო პასუხობს ძალიან სასწაულ რამეს. არ გეუბნები 7-ჯერ მეთქი, არამედ 70 გზის 7-ჯერ. მეგობრებო, რამხელა სიხარულია წარმოიდგინეთ, ამ ისტორიის გააზრება გონების ამაფეთქებელი არის და აზროვნების სრულიად შემცვლელი, რომ დაუკვირდა იმას, რომ იესო ქრისტე, რომელიც ადამიანებს ასწავლის, რომ დღეში 7-ჯერაც და 70 გზის 7-ჯერაც უნდა ვიყოთ მპატიებლები და ახალი შანსის მიმცემი ადამიანებისათვის. წარმოიდგინეთ, იგივე უფალი იესო ქრისტე, როგორ მოექცევა ყოველ ჩვენგანს. როგორ მოექცევა ადამიანებს, რომელთათვისაც ის მოკვდა და აღსდგა. წარმოიდგინეთ, რამდენად უყვარ ხართ მას და წარმოიდგინეთ, რამდენად უნდა, რომ შენი წამოდგომა ხვალისთვის კი არ გადადო, ახლავე წამოდგე და არ დაუჯერო ბოროტს და არ მოусმინო მის ტყუილებს, რომელიც გეუბნება, აზრი არა აქვს, რომ დღეს წამოდგე, იმიტომ რომ ძალა აღარ აქვს, იმიტომ რომ დიდი შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ ადამიანი გაანაცხენე, იმიტომ რომ წარმატებას ვერ მიაღწიე. ნუ მოусმენ ასეთ სიტყვებს. მოусმინე, რას ამბობს ღმერთის ჭეშმარიტება შენზე. და იცით ეს როგორ ჟღერს? კიდევაც რომ დაეცე, წამოდგები, თუ უფალთან ერთად ივლი. 7-ჯერაც რომ დაეცე, მერვედ მაინც წამოდგები. თუ უფლისკენ მიმართავ ყოველთვის მზერას და თუ ის იქნება შენთვის ყველაფერი, ვინც ყველაფერზე მეტად გჭირდება. ასე რომ არ დაელოდო ხვალინდელ დღეს, ასე რომ არ დაელოდო უკეთესი სინდისის გრძნობას და ქენჯნის მოცილებას. ახლავე მიეახლე უფალი იესო ქრისტეს. ახლავე თხოვე პატიება მას და თუნდაც ადამიანს, რომელთანაც შეიძლება შეცდომა დაუშვი. და იცოდე, რომ ღმერთი ასეთ დროს სჯავრისგან გათავისუფლებს და გარდა ამისა, გეხმარება, რომ იგივე შეცდომაში აღარ დაბრუნდე. მიიღე ეს სიტყვები რწმენით და გააგრძელე სიარული, ისე რომ უყურო სად დადიხარ და თა არ დაეცე და უგნურად არ წაბორწიკდე. უფალი კი მოასწორებს შენ ნაბიჯებს, თუ კი მზერა ყოველთვის მისკენ გექნება და ერთი რამეს იცოდე, შენი კარგი ნაბიჯებით სიარული მარტო შენ სულიერ მდგომარეობაზე კი არ არის, არამედ იმაზეც, რომ ამ ნაბიჯებს ვიღაც უყურებს და შენი მაგალითი ადამიანებს სჭირდება. ამიტომაც მტკიცეთ იდექი და თუ წამოდგომა გჭირდება, უკვე გაგიზიარე, რომ უფალი მზად არის გაპატიოს და მოგცეს წამოდგომის ძალა. აბა, ახლავე წამოდექი და დაიწყე. ნუ დაელოდები ხვალინდელ დღეს, ან ორ შაბათს, ახლავე და ამ წამს არის შესანიშნავი მომენტი წამოდგომისთვის.